ბოლო დღეებია ძალიან აქტუალური გახდა, ესე იგი, მანქანაში სპირტის, რასტვარი წელის ჩასხვა, CO და რა შავდება, გაწევა ემატება. აი რა შავდება და რა შვება სპირტზეც და რასტვარი წელზეც. ეხლა ვეგეთქვით მოკლედ კონკრეტულად და ადამიანურ ენაზე გასაგებად რა შავდება. მოდი ჯერჯერობით სპირტით დავიწყოთ, პირველი იყო სპირტი. რატომ იწევს მანქანა უკეთესად სპირტზე? იმიტომ რომ სპირტს აქვს ძალიან მაღალი ოქტანი ხო. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რა საშავებს ეს სპირტი. ფიზიკურად, როდესაც საწვავში ურევს სპირტს, ეხლა ზოგიერთი მოიტანს მაგალითს რომ აი სპორტული მანქანები სპირტზეა და იმას შვება და ამას შვება. კი ბატონო არის, მაგრამ ეხლა ზუსტად აგიხსნით რა და როგორ მუშაობს რა. სპირტს ზოგადად ადრე ხმარობდნენ ხოლმე იმისთვის, რომ წყალი გაეზავებინა ხოლმე სპირტს. ესეთი თვისება აქვს, რომ წყლის მოლეკულებს იზიდავს ძალიან კარგად სპირტი. და ბენზინთანაც კარგად შედის რეაქციაში, კარგად იხსნება და როდესაც ხვდებოდა ხოლმე წყალი წვის სისტემაში, კონდენსატი იქნებოდა თუ რა იქნებოდა ადრე, ასხავდნენ ხოლმე სპირტს, რომ ეს წყალი შეეწოვა და საწვავში კარგად გახსნილიყო, თორე პირდაპირ ბენზინი წყალთან არ ზავდება. ცალკე გამოიყოფა ხოლმე, წყალი ყოველთვის მძიმეა და პირველი აზიანებდა იმას, რა ქვია, წვის სისტემას ეს წყალი. ამისთვის ხმარობდნენ. ეხლა რა შეიცვალა სპორტულ მანქანებზე, როდესაც არის საუბარი, კი ბატონო, სპორტულ მანქანებზე ნამდვილად არის სპირტი, E85-იც რო ავიღოთ, 15% არის მასში ბენზინი. მაგრამ იქ შეცვლილი არის ჯერ ერთი პროგრამაც, ეგრეთ წოდებული ნასტროიკა. მერე შეცვლილია ყველაფერი მილებიდან დაწყებული. და ინჟექტორებიც აყენია დიდი ხალხო იქ. ის გათვლილია მაგაზე მუშაობაზე. შენ როდესაც ჩვეულებრივ ძრავში ასხავ სპირტს და იძახი რომ კარგად იწევს, კი იწევს კარგად. იმიტომ რომ იმაშვება საწვავის ზოგადად რაც გისხია, ამ საერთო ოქტანსაც წევს მაღლა. აქედან გამომდინარე მანქანა გიждდება და მიდის, კარგად მიდის. მაგრამ მთელი ეს ის რა ქვია, ჭუჭყი, ნაგავი, ყველაფერი ხო ისედაც ბაქში გაქვს. აი სადაც კი კონდენსატს და რაღაცას ნახავს, ამასაც ხო აი ყველაფერს ერთმანეთში იზილავს. მერე რეზინის მილებს, თუნდაც ინჟექტორების რეზინის ეგრეთ წოდებულ პრაკლატკებს აშრობს და ხეთქავს როცა განმავლობაში და აი ბევრი ვისაც ჩაგისხიათ, ალბათ ისიც შეხვედრიათ რანაირი სუნი აქვს. აფუჭებს ამ ყველაფერს. მერე მანქანის კომპიუტერი თავისით იმეშვება, ხვდება რომ ნაგრუსკა და რაღაცები აღარ არის და ავტომატურად უკეთებს კორექციას და აალების კუთხეს ცვლის, ანუ ზაჟიგანიებს წევს წინ. აქედან გამომდინარეც ემატება მანქანას გაწევა. რეალურად იღებ ღარიბ სმეს, ესე რომ ვთქვათ. და ძალიან დიდი რისკი გაქვს იმის, რომ დაწვა პორშინი გახვრიტო, დაწვა კლაპნები და ასე შემდეგ. ანუ ეს არ ვარქა. როდესაც სპორტულ მანქანებში ხმარობენ სპირტს, აქ გაგრილებაზეც არის გათვლილი. სპირტს ესეთი თვისება აქვს, როცა ფეთქდება შიგნით, ძალიან მარტივად შთანთქავს სიმხურვალეს და ტემპერატურას ზოგადად წევს დაბლა შიგნით წვის კამერაში. დაწეული ტემპერატურა კიდე გაძლევს იმის საშუალებას, უფრო მეტი საწვავი მისცე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ერთი ეს აქვს პლუსი, მაგრამ ის სპორტული მანქანები კიდე ერთხელ ვიმეორებ, გათვლილია ამ ყველაფერზე. საწვავის მილები სხვა არის, ინჟექტორები უფრო დიდი არის, ჰაერთან თანაფარდობა სხვა არის, აალების კუთხეები მაქსიმალურად არის აწეული, რომ ნაადრევი აფეთქება მოხდეს. ჩვეულებრივ მანქანაში ეს არის სიკუტილი. და გადავიდეთ, მოდი და რასტვარი წელზე ვთქვათ, ორიოდე სიტყვა. რასტვარი წელი, ანუ გამხსნელი. სახელიც გვეუბნება რაც არის, გამხსნელი. ბენზინთან შედარებით ამასაც ძალიან მაღალი აფეთქების ის უნარი აქვს, უფრო მალე და ადვილად ფეთქდება ვიდრე ბენზინი. მაგრამ რაც კი ბაქში ჭუჭყი, ნაგავი არის, ყველაფერს შლის აბსოლუტურად, ინჟექტორებზეც, აი რაც ნაგავი არის,
მაგისტრალში, საწვავის მაგისტრალში, ყველაფერი ძრავში შეაქვს. აი ამას უფრო კატასტროფული რაღაცა სპეციფიური სუნი აქვს, მე მანქანაში ვისაც ჩაგისხიათ, გეცოდინებათ. ყარს რასაც ქვია. და ეხლა ორივე რაში არის ყველაზე ცუდი? სპირტიც და რასტვარიწელიც. ერთი ყველაზე დიდი მინუსი, რაც კი აქვთ ამ ორივეს, ეს არის ის, რომ მთლიანად ზეთს აშრობს, ანუ როცა ხდება ძრავში, ცილინდრებში რომ არის დამცავი ფენა, მდგუში ხომ მუშაობს ცილინდრი ადის-ჩადის, დამცავი ფენა კედლებზე ყველა ვარიანტში არის, ხო, სრულად ხო არ იწმინდება. აი ეს სპირტი და რასტვარიწელი, განსაკუთრებით რასტვარიწელი არის მაგ საქმეში, აი ძალიან მაგარი. და რასტვარიწელი სპირტისგან განსხვავებით ტემპერატურასაც მაღლაწევს. ბევრად მეტი აქვს ტემპერატურა. აი ამ ზეთის ფენას მთლიანად აცილებს. ძრავს უწევს მაღალ ტემპერატურაზე და მშრალზე მუშაობა და ხანგრძლივად თუ ამაზე მოიხმარ, სტუკი გარანტირებული გაქვს რა, მოკლედ და კონკრეტულად რო გითხრა. ეხლა რა ხდება CO-ს შემთხვევაში? აი CO აქ მანქანას და ცოტა სპირტი გაურიან, რასტვარიწელი ძმა და გაიული. კი, გაიული, ოღონდ აი ეს ყველაფერი რაც გითხარი, ეგ უნდა გაითვალისწინო რა. და გაიული, ოღონდ გაიული იმ შემთხვევაში, როდესაც ეს CO არის მინიმალურით მაღალი, ვიდრე არის სტანდარტი. რო გაიარო. აი ამ მინიმალურს კარგად დააბალანსებს და გაიული. ეს ვიდეო ოღონდ არ არის ის ვიდეო, სადაც შეგპირდით, რომ ვისაუბრებდი, როგორ უნდა გაიარო CO. სპირტი და ამით გავლილი CO ეს ძალიან საზიანო არის და ის ცალკე ვიდეოა და იმაზე მერე ვისაუბროთ. ამით ანუ გადიხარ თუ მინიმალურად მაღალი არის CO, სპირტით და რასტვარიწელით გაივლი ამ CO-ს. მაგრამ ტემპერატურა ძრავის ძალიან მაღლა გაგირბის. ღარიბ ნარევზე მუშაობ. მთელი ჭუჭი, რაც კი ბაქში არის, ყველაფერი წვის სისტემაში შეაქვს. და რაც აი უმთავრესი არის კიდე ზეთის ფენას სუსპობს ძრავში და ამშრალებს ამ ძრავს და გიღირთ. აი ძალიან დიდი აჟიოტაჟია, არ ვიცი მე რატო გააქტიურდა ეს თემა ეხლა. მაგრამ აი ესეთი მავნებელია რეალურად. რაც შეეხება იმ თემას, რომ CO გავიარო და რაღაც ამაზე ვიდეოს დავუდებ მეთქი ვთქვი. უბრალოდ ველოდები გარკვეული რაოდენობის ადამიანებს რა. შემოვიდეს ახლა 1 და 2 ადამიანი ცალკე თუ ყველას უხსენი დავწერე, ცოტა დამღლელია. იმაზე ცალკე ჩავწერე მე ვიდეოს, მაგრამ აი ამას ნუაკეთებთ ხალხო. ეს არის CO ზოგადად არის არასრული წვა. როდესაც საწვავი არ იწვის ბოლომდე. მოაგვარეთ სისტემები უბრალოდ და სულ ეგ იქნება. აი თუ როგორ ამოვაგვაროთ, კიდე ყველაზე მარტივი გზა რომ CO გაიაროთ, ამაზე იმ ვიდეოს ცალკე ჩავწერ, როგორც დაგგვირდით.